მოგესალმებით, მე დღეს ვისაუბრებ დიდგორის ბრძოლაზე. დიდგორის ბრძოლა ანძლიოვანი საკვირველი 1121 წლის 12 აგვისტო. ქართველთა ბრძოლა დავით მეოთხე აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე ინგლისის მახლობლად თბილისის მისადგომებთან. საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა უდიდეს გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება. დიდგორის ველზე იალღაზის სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის დამარცხების მისი სიდამნისა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისაკენ. მოგვიანებით 1122 წელს თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანისის აღება დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა. იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. არ არსებობს ცნობა იმ შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, მაგრამ ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნისა და მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად. ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა, როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია. 40,000 ძლიერი და გამოცდილი მოლაშქრე სამეფო სპის ნაწილს შეადგენდა და ცხადია, საკუთრივ ქართველებისაგან იყო შედგენილი, ხოლო განამწყვეტ ბრძოლაში 15,000 ყივჩაყი გამოუყვანია და ეს შემთხვევითი არ იყო. საისტორიო წყაროებში დიდგორის ბრძოლის დაწყების დღე და რიცხვი სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი. ასე მაგალითად დავითის ისტორიკოსის თხზულების მე-15 და მე-18 საუკუნეების გადანაწილში 18 აგვისტოა დასახელებული, ხოლო მე-17 საუკუნისა და მე-18 საუკუნის ზოგ გადანაწილში 12 აგვისტო. დავითის ისტორიკოსის მიხედვით, სულტანმა მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეს სადაყის ძე და მოსა ძე თუისი მალიკი და ყოველი ძალი მისი და აჩნია სპასალარად ელხაზი ძე არძოხისი და უბრძანა ამათანა ათაბაგსა მისითა ძალითა და ყოველთა სომხეთისა ამირთა მონაწილეობა მიეღოთ ლაშქრობებში. ამრიგად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, სულთანის მოწოდებითა და ბრძანებით საქართველოს წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყვნენ. მათი ორჰაილის სიტყვით, ილღაზმა ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე. ყოველი ტომი თურქმენთა ბერძენთა ქვეყნიდან მიზრე აღმოსავლეთისაკენ ყოველი კარმიანი და ქმნა რიცხვი თავისი ჯარისა. 150,000, ასე რომ მარტო ილღაზს მათი ცნობით 150,000 მოლაშქრე გამოუყვანია. მის მიერ მოწოდებულ არაბთა მეფე დუბეის 10,000 და მოკავშირენი 160,000-იანი ლაშქრით განძაში დაბანაკებულან. დიდგორის ველზე კოალიციური დამარცხების მისი საკმაოდ ხანგრძლივი დევნისა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისაკენ. დიდგორის ბრძოლაში მეფემ დაამარცხა არა მარტო თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი, არამედ იმ ქალაქების დამოუკიდებლობასა და გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში კოალიციურ ლაშქარს იწვევდნენ დავითის წინააღმდეგ. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახდა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი იმისა ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში. ამასთანავე საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.